7 დღეა უკვე რომ ინტერნეტი არ არის და ინტერნეტის გათიშვა ძალიან სუდია ის რეპრესია ნიშნავს და ეხლა ჩვენ 57 წელი დამცირება, სანქციები, იზოლაცია და ეს ჩამორჩენა საკმარისია ჩვენთვის. და ჩვენ გვინდა რომ მთავრობა წავიდეს და ჩვენი მეფე უფლისწული რეზა პაჰლავი დაბრუნდეს ირანში და თავისუფალი ქვეყანა ვიქნებით. რამდენად არის თქვენი აზრით ახლა ის მომენტი, როცა ეს შესაძლებელია? ჩვენ ნახეთ ირანში წინა წლებშიც აქციები, მას სხვადასხვა საფუძველი ჰქონდა, მაჰსა ამინის მკვლელობის შემდგომ იყო ძალიან დიდი აქციები, მაგრამ ეს კიდევ უფრო მასშტაბური აქციებია. ეს შეეხო რაღაცნაირად ყველა მოქალაქეს, როგორც საქართველოში და არა მარტო აქ ამბობენ, შეეხო ბაზარს, ეგრეთ წოდებას. დიახ, 31 შტატი, ყველა შტატი ირანში, ყველა ხალხი, აბსოლუტურად ყველა ნაირი და ეს და იმ ეხლა არის ყველაზე მძიმე რეპრესიას ქვეშ ამყოფებენ მთავრობა და ინტერნეტის გარეშე და გარე სოფლიოსთან ყოველგვარი კავშირი გარეშე და ეს არის მალტო ხუთშაბათი და პარასკევი 12000 ხალხი მოკლა. დიახ. თქვენ ვერ ახერხებთ კონტაქტს ირანში დარჩენილებთან, ვერავისთან. როდის შეწყდა ეს კონტაქტი? 7 დღის წინ? დიახ, სამშაბათი 8 საათზე ღამით ბოლო კონტაქტი იყო. რას ამბობდნენ კონტაქტის დროს? დიდი ამბავია, ყველა ხალხი ქუჩაში არიან და მალტო ბოლი და თოფის ხმა არის. და ჩემი ქალაქი პატარა ქალაქია, 500,000 ხალხი ცხოვრობს ჩემი ქალაქი და პატარა ვიდრე ირანის მოქალაქე ირანის ზომა და მალტო ჩემი აზრით, რაც ჩემი მეგობრები და ნათესავები მითხრა 1000 მეტი ჩემი ქალაქი მალტო მოკლა. 1000 ადამიანი მხოლოდ თქვენს პატარა ქალაქში. დიახ, იმიტომ მალტო ბოლი და თოფის ხმა იყო. თეილანდ დედაქალაქი, სხვა დიდი ქალაქი მაშჰად, შირაზ, თაბრიზ, ისფაჰან. კაცილებით დიდი ამსხვერპლი, იმიტომ რომ ძალიან დიდი იყო იქ გამოსვლების რიცხვი, მრავალრიცხოვანი ქალაქებიც არის, თან აკუმულირება იყო ამ პროტესტის ამოდი რიგით პირველ და მეორე ქალაქებში ზომით და იქ კაცილებით მეტ მსხვერპლზეა საუბარი, მაგრამ ძალიან დიდ რიცხვს ამბობთ ახლა თქვენ და გარდა ამისა, იქ ყველაზე შემზარავი რაც არის, ადამიანები ამ წუთასაც ელოდებიან ჩამოხრჩობას. ჩვენ არ ვიცით, რა ბედი ეწევა ახალგაზრდა გოგო ბიჭებს, რომლებიც გამზადებულნი არიან ეშაფოტისთვის. დიახ და არავინ არ შეუძლია იცი ჩვენ სუფალი არა ვართ ჩვენ მალტო ვართ ჩვენ საელჩოსთან მივდივართ ეს არის ჩვენი მაქსიმუმი ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს და ეს არის მეტი სხვა არ შეგვიძლია და მინდა რომ საქართველო მთელი სოფლიო ეს მოდეს ჩვენი ხმა 90 მილიონი სიხეში არიან და რაც უნდათ აკეთებენ ის მთავრობა. თქვენ თქვით რომ 47 წელია ეს დაგროვილი მოთხოვნა გათავისუფლებისკენ სვლა. უმკაცრესი რეპრესიები გვაქვს ჩვენ ნანახი კადრებით, მაგრამ დღეს რა კადრებიც მოდის, ეს მართლა ყოველგვარ ეპითეტს სცილდება, შემზარავზე უფრო უარესი სიტყვა მინდა რომ მაფიქრდებოდეს ამ წუთას იმ კადრების ნახვისას, რასაც ჩვენ ირანიდან შეზღუდულად, მაგრამ იღებს მსოფლიო. ვიცით რომ სტარლინკი გახდა უფასო, მაგრამ ამის მიუხედავად ის არ მიდის რიგით მოქალაქემდე. რატომ? რატომ? იმიტომ კიდე მთავრობა რაკეთა, რა ვიცი, ომის ტექნოლოგია რაღაც აკეთებს, რომ ეს სტარლინკის გათიშა, პარაზიტი თუ რამე, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეს სტარლინკის არავინ არ მუშაობს შესაბამისად. დიახ, მალტო 1% ვინც სტარლინკის აქვს, ძალიან რთული შეუძლია რომ გავმიგზავნოს სურათები. როცა ეს ინტერნეტის გათიშვა მოუჩა, მე მივხვდი რომ ზუსტად რა მოხდა ირანში. ჯერ არავინ არ იცის. ეს რაც არის ალბათ 1%, მაქსიმუმ 10% არის რომ ანუ რეალურად გაცილებით უარესი სურათი შეიძლება დაგვხდეს იქ, როცა ინტერნეტი ჩაირთვება. აუცილებლად. ეხლა 12000 მალტო 5 ხალხი ამბობენ 12000 მოკლა ირანში. ეს არის მალტო 5 შაბათი და პარასკევი. დიახ. თითქოს რომელსაც ეძინა 12000 ორ დღეში. 20 და ზედმეტი თუ ნაკლები კიდე ყველანაირი შეიძლება. იმიტომ ისინი იციან რომ ბოლო დღეებია.
თავის მთავრობას ბოლო დღეებია და მაქსიმალური რეპრესია აკეთებენ, ამყოფებენ ხალხი. მე მესმის რომ ძალიან რთულია თქვენთვის ამაზე საუბარი. ახალგაზრდები. დია. ჩვენი ნაცნობიც ადამიანები, სპორტსმენები, ყველა არაფერი არ აინტერესებენ. ამოწყებენ. თუ ხმა, თუ ქუჩაში იყავით, შეიძლება პირდაპირ მოკლავენ, პირდაპირ. მაგრამ ძალიან კონსოლიდირებულია საზოგადოება, თქვენ სპორტსმენები ახსენეთ და ჩვენ სპორტსმენების ხმა ძალიან ხმამაღლა გავიგეთ, ხომ? ისინი რაღაც ყველა ერთ აზრზეა, ყველას უნდა ცვლილება, ყველას უნდა ამ სასაკლაო შეჩერება ირანში. თქვენ ახსენეთ შაჰის მემკვიდრე, რეზა ფეჰლევი, რამდენად აქვს მას დიდი მხარდაჭერა ახლა ირანში, იმიტომ რომ სხვადასხვა დროს მისი მხარდაჭერა არასაკმარისად იზომებოდა. რამდენად ხედავთ, რომ ეს ახლა საყოველთაო გარდამავალი მთავრობის მეთაური შეიძლება იყოს ცვლილების შემთხვევაში? რეზა ფაჰლევი 95% ჩემი აზრით, იმიტომ ჩვენ ვიცი ეს ოჯახი, ფაჰლევის ოჯახი. დია. ბაბუა რეზა ფაჰლევი, მოჰამად ამის რეზა ფაჰლევის მამა მოჰამად რეზა ფაჰლევი, ჩვენ ირანელები გამოცდილება აქვს ეს ოჯახის დრო და ვიცი რომ როგორ ვიღავი და როგორ გახვდი. ოკეი? ეს დამცირება, რომ ის 57 წელი დამცირება საკმარისია, იმიტომ ჩვენ ეხლა ირანელები სადმე რომ მიდიან საზღვარგარეთ, ერთი ჩამოდანი საბუთი უნდა კონდეს. ჰოთელი სასუმლოს ვოჩერი. ბილეთის დაბრუნება ირანში, ქეში. და ჩვენ უვიზოდ მივდიოდი ყველგან. ეხლა ეს არის დამცირება, ეს არის და ჩვენი ფული ჩვენი მაგალითად 57 წლის ყოველდღიურად უფასურდება ჩვენი ფული. დია. მე 9 წლის წინ მოვედი საქართველოში, $1 ღირდა 2.04. ეხლა 2.06-ია. დია. 150 ჯერ 9 წლის დავკარგე ზალა. ჩვენი ფული უფასურდება 150 ჯერ ჩვენი სუფრა, ჩვენი ზალა დაკარგულია და პატარა გახდა. კი ბატონო. და სულ ბოლოს ვიდრე გაგიშვებთ, მინდა გითხოთ მოხსენ შეერთებული შტატების დახმარების იმედი რამდენად აქვს იქ დარჩენილებს? 100%. 100% თქვენც ასე გონიათ? იმიტომ სოფლიოს დახმარება და United States კულტურად არის ამერიკას დახმარებას გარეშე ჩემი აზრით ეს რეპრესია ძალიან ძიმეა, ძალიან ძლიერია. გვინდა დახმარება გვინდა. და ელით რომ იქნება? ელით ანუ ელოდებით რომ იქნება? დიახ, აბა, ხო აუცილებლად. დონალდ ტრამპი ესეთი პრეზიდენტია, რომ რაც თქვა, აკეთებს. მისი მოწოდების მერე კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვიდაო ქუჩაში, რომ დაიცავით თქვენი ინსტიტუტები, მან რაც თქვა, რომ დახმარება გზაშია, ასეთი ფრაზა ქონდა მას, ხო? დიახ, ეს დიდი გემიდია. ყველა ირანელები ახლა ბედნიერები არიან, ვინც ეს ამბავი ესმოდა. გაიგო, მაგრამ რამდენად გაიგეს ეს ამბავი შიგნით მაინც? ახლა ირანში, არ ვიცი, იცი ინტენსის გათიშვა ეს სიტუაცია, არავინ არ იცის მართლა ზუსტად რა ხდება. მაგრამ ნახე, ესეთი ვართ ჩვენ. ეს სიტუაცია გვაქვს და ის. მაგრამ იმედია რომ ხალხი გაიგონ. კი ბატონო, მესმის. მე თქვენ გაგიშვებთ იმისთვის რომ თქვენი ხმა საელჩოს წინაც ხმამაღლა ისმოდეს და ბოლო მინდა რომ საქართველოს ხალხს და პოლიციას მადლობას ვუთხარი. კი ბატონო. დიდი მადლობა. ქართველები სოლიდარულები არიან, რა თქმა უნდა, ირანში ყველას ესმის რომ ახლა ხდება საშინელება, ადამიანების სასაკლაოდ იქცა მართლა ირანი და ადამიანები იბრძვიან თავისუფლებისთვის შეუპოვრად, როცა მათ პირდაპირ იარაღს უმიზნებენ თავში და ეს არის უდაოდ დიდი გმირობა. ჩვენი სოლიდარობა ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანს თელ მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ირანელებს მადლობა რომ ეხავთ ჩვენს სტუმარს.